ოსები არიან ეთნიკური ჯგუფი და არა ერი. ოსური წარმომავლობის 95500-მდე ადამიანი ცხოვრობდა. თბილისურ პრესაში ოსების წერილები იბეჭდებოდა, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით და სირცხვილია ეს. გამოყოფაზე საერთოდ საუბარი არ არის. წარმოიდგინე ახლა იმ ოსის ადგილზე თავი. დაახლოებით 30-მდე სოფელი ან გადაწვეს, ან გაქურდეს და არბიეს, ათეულობით ადამიანი ამოხოცეს. ოფიციალურად ამნისტია გამოცხადდა? მთიან ზოლში მინიმუმ საქართველოს ხელისუფლების რეალური იურისდიქცია არ მოქმედებს. ჩვენ გვახსოვს რა იყო ხო 92, 13, 14 წლები ქუჩაში დაახლოებით ეგეთი რაღაცა ხდება მაშინ. 1919 წლის დამლევს კიდე ერთმა აჯანყებამ აი ამ საუბარი ჩაშალა საერთოდ. რომელსაც ხელმძღვანელობს სერგო და სერგოს დაქვემდებარებაში ქმნიან ესენი ოსურ უჯრედს. ცენტრალური ხელისუფლების ჯარები როგორც კი შედიან კონტაქტში ესენი იხევენ. მოლაპარაკებადი არის ხალხი? მოსკოვი, რომელსაც იქამდე სერიოზულად არ ცალია სამხრეთ კავკასიისთვის, თავის ინტერესის თვალს მოაპყრობს რეგიონს. 20 წლის აჯანყებების ამბავი არის საქართველოს დასრულების მცდელობა. ის რომ გადმოვიდნენ ქვემეხით თუ ქვემეხის გარეშე, ეს უეჭველი ამბავია. პირდაპირ ეუბნება ლენინი სერგოს, რომ შენო კაცო ფართო სურათს ვერ ხედავ. ქართული ბატალიონი დგას ჯავასთან, იმათ როკი უკავიათ. 7 მაისს დადებული ხელშეკრულების პირდაპირ დარღვევა 17 მაისის ნოტა. ხო და ანუ არ ჩანს მე რას ვიზამთ.